ზურა ჯაფარიძის როგორც ვთქვი თანამებრძოლ ქალებთან ერთად თინათინ ბოლოკაძე და ანა ჩიქოვანი. ანა მოდით ზოგადად ორივეს დაგისვავთ შეკითხვას რა დაგიბარათ ზურამ სანამ უკვე უშუალოდ ყველამ გააცნობიერა და მან პირველ რიგში განაჩენი იქნებოდა ისეთი რომელიც შემდგომში მას თქვენთან კომუნიკაციას გაურთულებდა და ფაქტია დღეს წერილის სახიდაც კი ვერ გამოიტანეს. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. არ ვიცი დღეს მე და თინათინის სანამ შემოვიდოდით სტუდიაში, ვფიქრობდით ნეტა თუ აქვს უკვე ტელევიზორი და თუ შეძლებს რომ გვიყუროს დღეს. ამაზე არ გვაქვს ინფორმაცია, მაგრამ პირველი რაც დაგვიბარა მართლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის რომ არ ვინერვიულოთ, იმიტომ რომ იცოდა ჩვენ რაც ოჯახივით გუნდი ვართ, იცით რომ არ არის, არ გვაქვს დიდი პარტია და ოჯახივით ვართ ყველა და პირველი თხოვნა მისი იყო ის რომ არ ვინერვიულოთ, იმიტომ რომ მათ ყველაზე მეტად უნდათ რომ გავტყდეთ და ეს აისახება არა მხოლოდ ჩვენზე, არამედ ზოგადად პროტესტზე, იმიტომ რომ ჩვენ თუ გავტყდით და ზურას თანამებრძოლები თუ მოდუნდნენ ასე ვთქვათ და ინერვიულეს ამ თემაზე ბევრი, უბრალოდ შეუძლებელი გახდება ამის რაღაც წარმატებულად გაგრძელება ამ პროცესის, ხო და ამიტომ ეს იყო მისი მთავარი თხოვნა რაც დაგვიბარა. როგორ ასრულებთ ახლა ამ თხოვნას თინათინ თქვენ გითხარით? რთული იყო გუშინდელი დღე, გუშინ ძალიან ვინერვიულად, იმიტომ რომ მაინც იმის მიუხედავად რომ ველოდით რა პროცესიც იქნებოდა, გუშინდელი სასამართლოს მთლიანი დღე იყო სრული სიგიჟე რაც ხდებოდა სასამართლოში. ვაჟა სირაძე იყო, მთელი პოლიციის დეპარტამენტი არა მხოლოდ თბილისიდან, არამედ რეგიონებიდანაც ყავდათ ჩამოყვანილი და სრული მობილიზება ჰქონდათ და ამ ხელა მობილიზებას მართლა არ ველოდით, რომ სისტემას მართლა ასე ძალიან ეშინოდა გირჩევენ თავისუფლების მხარდამჭერების და ზურას მხარდამჭერების და ამიტომ ძალიან რთული დღე იყო, თუმცა რა თქმა უნდა ბრძოლას ვაგრძელებთ. ზურას ერთ-ერთი დანაბარები ასევე ის იყო, რომ აუცილებელია ყოველდღე რუსთაველზე დგომა და ვეცდებით გირჩევენ თავისუფლება, რომ ეს დანაბარები პირნათლად შევასრულოთ. ასევე ზურამ ორგანიზაციული კუთხით დაგვიბარა, რომ ისედაც რასაც ვაკეთებდით ის უნდა გავაგრძელოთ, იმიტომ რომ გირჩი არასდროს ყოფილა ისეთი ორგანიზაცია, სადაც მენეჯერი ყავდა და მენეჯერი რაღაცას გვავალებდა და მე ვასრულებდით. ისეთი ცოცხალი ორგანიზმი ვართ, რომ ყოველთვის ბიუროკრატია ჩვენთან ნაკლებად. ხო, ყოველთვის ერთმანეთთან ერთად ყოველთვის ვაკეთებდით საქმეს, ამიტომ ესეც იყო ერთ-ერთი დანაბარები, რომ გავაგრძელოთ ის საქმე, რასაც ვაკეთებთ. ხო, პრინციპში ზურა პოლიტიკურ ლიდერებს შორის გამორჩეული არის თავის რაღაც განსაკუთრებული თვისებებით, თავისი მიდგომებითაც და არ იყო შემთხვევითი, რომ ესეთი დიდი ემპათია მოყვა. არა მარტო იმ მართლაც გულის ამაჩუხებელ კადრებს, ხო, ოჯახის წევრებს როგორ ემშვიდობება ეს ნებისმიერი ადამიანისთვის რთულად აღსაქმელი და საყურებელია, განსაკუთრებით იმ განცდით, რომ სრულიად უდანაშაულო ადამიანს უზღუდავენ თავისუფლებას, ხო? მაგრამ ეს მეტყველებს ამ ქვეყნის დიაგნოზი, ანუ მარტივად რო ვთქვათ, ზურა ჯაფარიძის დაპატიმრება არის ამ ქვეყნის პოლიტიკური ავადმყოფობის დიაგნოზი, გარკვეული სიცხის საზომებით არის. ახლა უკვე როგორც პოლიტიკოსებს გეკითხებით მართლაც, რამდენად გამართლებული იყო ზურას მიერ ეს ნაბიჯი, როდესაც არ გადაავადა, არ გაწელა ეს პროცესი, არამედ დააჩქარა თავის პოზიციიდან გამომდინარე და როგორი იქნება თქვენი აზრით განვითარება ზოგადად სიტუაციის ქვეყანაში. ახლა ამბობენ, რომ აი უკვე ავტორიტარული რეჟიმი დიქტატურისკენ მიდის, შეიქმნა ისეთი ვითარება, როდესაც კარგი ნაბიჯი და გამოსავალი და სულები აღარ აქვს, ეს ავტომატურად გულისხმობს გართულება სიტუაციის და როგორ პასუხობს ამას ქართული პოლიტიკური კლასი და მასთან ერთად წინააღმდეგობის მოძრაობა. პირველ რიგში ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან ნერვიულობდით იმაზე, რომ ძალიან მაღალი იყო ალბათობა მის დაკავების, თუმცა წამი არ მიფიქრია, რომ ზურა ამ გირაოს გადაიხდიდა, იმიტომ რომ არა მხოლოდ 2024 წლის არჩევნების შემდეგ, არამედ მანამდე ზურა დიდი ხანი არის არ თანამშრომლობის რეჟიმში არის ქართულ ოცნებასთან, არ აღიარების პოლიტიკას მიყვება დიდი ხანია, იმიტომ რომ თვლიდა რომ მათ შორის წინა არჩევნებიც ასეთივე გაყალბებული იყო. შესაბამისად ის არ აღიარების პოლიტიკა, რომელსაც მივახციეთ მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან და რაც მივიღეთ დღეს, არის ამ პრინციპული პოზიციის დამსახურება, რომ ჩვენ მათ არ ვცნობთ როგორც ხელისუფლებას, როგორც ლეგიტიმურ ხელისუფლებას, ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური პარლამენტი და ვერც მათ მიერ შექმნილი კომისია იქნება ლეგიტიმური. ამიტომ მე ერთი წამი არ შემპარვია ეჭვი იმაში, რომ ის მათ არ აღიარებდა და მათ გამართულ ფარსში მონაწილეობას არ მიიღებდა. ეს აღნიშნა კიდეც და თქვა რომ ამ ტყუილში ის მონაწილეობას არ მიიღებს არაფრის ფასად, სულ ერთი ლარის გადახდა დამჭირდეს. ამიტომ მაგ თვალსაზრისით ცხადია რთული პროცესში შევდივართ, რაც გიამაც აღნიშნა, რომ კიდევ ახალ ეტაპზე გადავედით, იმიტომ რომ პოლიტიკური ლიდერის დაკავება სიცხლის სამართლის კატეგორიით არ არის მარტივი ამბავი, უკვე ესეთ ეტაპზე გადავედით. თუმცა მეორე მხრივ ამას მოყვება ის პრინციპი,
პრინციპული პოზიციები მათ შორის დასავლეთიდან, იმიტომ რომ მათ მოუწევთ დაინახონ რეალობა, რომელშიც ჩვენ დღეს ვართ. მათ ნახეს ის ფარსი სასამართლოში, რაც ვიხილეთ, ის რომ ყველანაირი სტანდარტი დაარღვია სასამართლომ, ისიც კი იმის ნიშანი იყო, იმდენი პოლიცია იყო მობილიზებული, რომ ისიც კი იმის ნიშანი იყო, უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და არავით არის დამოუკიდებელი სასამართლო აქ არ არსებობს, ხო? მათ შორის ადვოკატის შეშვების პრობლემა იყო პროცესზე, ადვოკატს არ უშვებდნენ ეზოშიც კი ზურას ადვოკატს და ესეც სისხლის სამართლის დანაშაულია, იმიტომ ანუ ყველანაირი სტანდარტი დაარღვიეს და ამის კარგი ილუსტრაცია მოახდინა ზურამ, ჩემი აზრით. ამიტომ ძალიან გაუჭირდება საერთაშორისო პარტნიორებს იმის თქმა, რომ შესაძლებელი არის ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა და ეს იქნება ეს არ აღიარების პოლიტიკა, იქნება ზურას რაღაცნაირი თავის გადადება ამ თვალსაზრისით იქნება ამის ერთ-ერთი გაგრძელება და მე ვფიქრობ ეს აისახება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზეც, იმიტომ რომ ძალიან გაჭირდება ჩემი აზრით მორალური თვალსაზრისით პირველ რიგში როგორ უნდა შეხვიდე თვითმმართველობის არჩევნებზე, როდესაც ესეთი რეალობა გაქვს, ახალ ეტაპზე გადავიდა რეპრესიების ხელისუფლება, ჯერ კიდევ არავის არც ერთ ცივილურ ქვეყანას არ უღიარებია ის არჩევნები, რომელიც გავიარეთ და შედიხარ ახალ არჩევნებზე, ანუ რომელი ლეგიტიმაციით ინიშნება ეს არჩევნები, ხო? ამიტომ ამ კუთხით ფიქრობ, რომ პირიქით დადებითი ეფექტი ექნება და მე ვფიქრობ, რომ სანქციების გაფართოებაზეც უფრო აქტიურად დაიწყება საუბარი. მოდით ქვეყნის შიგნით არსებულ განწყობებზე კონცენტრირდეთ ამჯერად და რა თქმა უნდა, თქვენც მოგცემთ ისევ საშუალებას, მაგრამ თინათინს მინდა ვკითხო. როდესაც გუშინდელი დღის აღწერა დაიწყეთ, არ არის გასაკვირი, რომ ემოციურად აღწერთ იმას, რაც გუშინ ხდებოდა. ახსენეთ, ვაჟა სირაძეც კი იყო ისე თქვით, გეგუნება ზაქარია მხარგრძელი იყო ეკა, ხო? მასაც კარგად ესმის და მისნაირებს, რომ ისინი ძალიან შორს არიან ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის, კონსტიტუციის და მოქალაქეთა უფლებების, ადამიანის უფლებების დაცვის მოვალეობის შესრულებისგან. ხო, სამწუხარო ჩვენი სამართალდამცავი სისტემა ჩამოყალიბდა ამ კლეპტოკრატიული, ავტორიტარული კაკისტოკრატიული ამ სიტყვას მე არ ვეგონება, არ ეგონოს ვინმეს რომ ვიღაცას რაღაც შეგნებულად ვაყენებ, უბრალოდ ეს თქვა დამკვიდრებული ტერმინი არის იმ ტიპის მართლობისა, სადაც ყველაზე უგვანი, ბოგანო, უცოდინარი ადამიანების მართლობა მიმდინარეობს. თუმცა ჩვენთან ეს ოლიგარქიასთან შერეული არის და კლასიკური deep state-ის ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით ხორციელდება. კითხვა შემდეგში მდგომარეობს. დაწყებული იმ პოლიციელებისაგან სირაძეზე არ ვლაპარაკობ, მაგდონეზე უკვე სამწუხაროდ ყველაფერი გარკვეული არის, მაგრამ საუბარი არის ასეულობით, ათასობით პოლიციელზე, სხვა შორის თითქმის ამ რაოდენობის იყო გუშინ იქ თავმოყრილი. საუბარი არის აი ამ სისტემის საყრდენ რგოლებზე. თქვენი აზრით, აი ესეთი მაგალითი, როდესაც აი მოსამართლე გაშიშებული სახით არც ფაქტებს უსმენს, არც არაფერს კითხულობს, არც განიხილავს, უბრალოდ ციხეში უშვებს ადამიანს სრულიად უდანაშაულოს, რომელსაც მოჩვენებითაც კი ანუ არაფერი არ დაურღვევი, არაფერს არ აფუჭებს და არაფერს გაფუჭების პერსპექტივა არ ჩანს. როგორ რეაგირებს ეს ხალხი? საქართველოს საზოგადოება, მათ შორის პირველ რიგში ის რგოლები და ადამიანები, რომლებიც დღეს ამ რეჟიმს ინარჩუნებენ, ამ რეჟიმის შენარჩუნებაში ივანიშვილს და რუსებს ეხმარებიან საქართველოში. კი, სხვა შორის მე თავიდან მეგონა, რომ ამ პოლიციელების რაღაც ნაწილთან აზრი ჰქონდა ლაპარაკს, იმიტომ რომ მათ ჯერ კიდევ სჯეროდათ, რომ ქართული ოცნება ევროპული ძალა იყო, მაგრამ იმდენი ფაქტი მოხდა იმის მერე, რომ რაც ამტკიცებს, რომ ქართული ოცნება არც კი დაახლოებული არ არის არანაირ დასავლურ ცივილიზაციასთან, აღარ მჯერა ის, რომ ეს აზრი ტრიალებს პოლიციელებში, უბრალოდ თვალზე ბინდი აქვთ აკრული და თვითცენზურა ასეთი სიტყვა ახსენა ჩემმა მეგობარმა, რომელმაც ახსნა ზუსტად რა მდგომარეობა ხდება ყველა საჯარო სექტორში. ეს ადამიანები ელოდებიან რეჟიმის ცვლილებას და როგორც კი დაინახავენ იმის რეალურ საფუძველს, რომ რეჟიმი იცვლება, ეს ადამიანები მაშინ დავინახავთ, როგორ გადმოვლენ მეორე მხარეს. მათ შორის ჩვენ ის პროცესიც ვნახეთ, როცა საჯარო სექტორიდან ადამიანები მოდიოდნენ ამ პროტესტის ფონზე და მაშინაც ვხედავდით, რომ ეს ადამიანები უცბად გმირები ხდებოდნენ, იმიტომ რომ მართლა ისტორიის ამ ნაწილში საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანებმა ხმა ამოიღონ. გუშინდელმა პროცესებმა კიდე დაგვანახა ის, რომ საზოგადოებაც
რომელიც სასამართლოსთან იყო, ისინიც მზად არიან, რომ უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდნენ პროტესტის და წინააღმდეგობა გაუწიონ. ჩვენ ბელარუსში ნანახი გვაქვს იგივე ფილმი, რაც ახლა ხდება 2020 წლებში, 2020 წლის არჩევნების შემდეგ ზუსტად იგივე სცენარი განმეორდა, დაიწყო არჩევნების არაღიარებით და მივიდნენ პოლიტიკოსების დაჭერამდე. ზურა ჯაფარიძეც და ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც შეიძლება დადგეს ამ საფრთხის წინაშე, ჩვეულებრივ პოლიტპატიმარია, როგორც ყავს უკვე 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი ციხეში და ამის ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შიდა წინააღმდეგობა გაიზარდოს და მგონია, რომ პოლიტიკოსების დაჭერა იქნება მანიშნებელი იმის, როგორც საგარეო ფონზე, ასევე შიდა საზოგადოებისთვის, რომ უფრო აქტიურ ფაზაში უნდა გადავიდეთ პროტესტის. მათ შორის კი სანქციებსაც ვნახავთ გაზრდილს. მეგობარი აქტი უკვე მალე შევაძალაში, მალე დაიწყება შემდეგი განხილვები და ევროკავშირშიც კი ჩვენ ხედავთ იმას, რომ ევროკავშირს აქვს სურვილი და არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომელსაც უნდათ რომ გადაწყვეტილების მიღების წესი შეცვალონ, იმიტომ რომ ორბანი და ფიცუ არიან აქ დამბლოკველი ორი ქვეყანა. და ამიტომ ყველა ძირითადი პოლიტიკური ოჯახი ემხრობა ამას, განსაკუთრებით ეხა ზურას შემთხვევაში ალდე, რომელიც ძალიან აქტიურად გამოიხმაურა და სასურველია რომ გადავიდნენ სრული უმრავლესობიდან განსაზღვრულ უმრავლესობამდე და ასე მოხდეს გადაწყვეტილების მიღება ევროპაში. ანა, ჩვენ ვისაუბრეთ ხარდაჭერაზე, მათ შორის საერთაშორისოზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ბრიტანეთი და ასე შემდეგ ძალიან მკაფიოდ გამოიხმაურენ ამას ყველაფერს. ქვეყნის შიგნითაც მართლაც ძალიან ფართო სოლიდარობა იქნა გამოხატული. თუმცა მაინც აღმოჩნდა ერთი-ორი ალბათ ჯგუფიან ადამიანები, შეიძლება ჯგუფიც არა, რომელთა მხრიდან გაკეთებული შეფასებებიც ბევრის ყურსაც სუდად მოხვდა და რეაქციები შესაბამისი იყო. თქვენ ყოველ შემთხვევაში თიანთინის შედარებით კიდევ უფრო მეტად ახალგაზრდა გირჩის ფესვებიდან მოყვებით, მე ასე მახსოვართ ყოველ შემთხვევაში და შეგიძლიათ თქვა ორი სიტყვა თქვენი ყოფილი კოლეგებისა და თანამებრძოლების რეაქციას. სიმართლე რომ გითხრათ, მე ამ ნაწილში ამ თემაზე ზურას ვეთანხმები იმ კუთხით, რომ ის მათზე ბევრს არ საუბრობს. იმიტომ რომ არ თვლის რომ პოლიტიკურ დღის წესრიგს ქმნიან დღეს და მათი გამონათქვამებიც ხშირ შემთხვევაში რაღაცა სკანდალის შექმნას ემსახურება ხოლმე და ყოველთვის ანუ რაც ჩვენ გავიყავით ამის შემდეგ მუდმივად ზურა არის ზურას გარშემოტრიალებენ ანუ ზურათი იქმნიან დღის წესრიგს რაც სამწუხარო ფაქტია ვიცით ჩვენ რომ ისინი არაკეთებენ არაფერს ამ პროტესტის განვითარებისთვის, მხოლოდ ხელს უშლიან ამ პროტესტს, იმიტომ რომ მუდმივად კრიტიკაში არიან და ვერ ხედავთ მათთან ნაჩვენებ გზას, რა შეიძლება რომ გაკეთდეს. ამიტომ მე მათ ნათქვამზე კომენტარს არ გავაკეთებ, უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ რომ მსგავსი ტიპის პრობლემა შექმნოდათ, რომელიმე მათგანი რომ გამხდარიყო პოლიტიკური პატიმარი და სრულად ესეთი პოლიტიკურად მოტივირებული საქმით დაეკავებინათ, ზურა იქნებოდა პირველი, ვინც მათზე განცხადებას გააკეთებდა და პირველი, ვინც მათ დაიცავდა. ამიტომ ამ ხრივთ ძალიან დიდი განსხვავებაა ჩემი აზრით და მეც არაფერს არ ვიტყვი ამაზე. კარგი, მეც ნურაფერს ნუღარ ვიტყვით, უბრალოდ ეხა ორივეს მინდა გთხოვოთ სანამ საუბარს თქვენთან დავასრულებთ, როგორ უყურებს ამას წინააღმდეგობის მოძრაობა. ანუ ერთი საფრთხე არის, რაზეც გულწრფელად მინდა რომ ვისაუბროთ ყოველ შემთხვევაში, ვთქვა რომ ეს არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი პოლიტიკური ლიდერის მხრიდან, თავისი თანმიმდევრულობის, თავისი შემართების მსხვერპლზე წასulis, ასე ვთქვათ, საკუთარი თავით მსხვერპლზე წასulis, ხო? უნარის გამოვლინება, მაგრამ ამავე დროს ამ ტიპის ავტორიტარულ სისტემებსა და რეჟიმებში, თქვენ ბელორუსი ახსენეთ, რომელიც კარგი მაგალითი არ არის საქართველოსთვის, არსებობს საფრთხე, რომ ეს სისუსტეში გადაიზარდოს. ასე წიწილებივით ამოკრიფონ პოლიტიკური ლიდერები, მოახდინონ დეზორგანიზება, ისედაც არც თუ ისე მყარად ორგანიზებულ მოძრაობაში. როგორ ფიქრობთ თქვენ, როგორ უნდა იქნეს გამოყენებული ოპტიმალურად მათ შორის ამ ადამიანების თავგანწირვა, არა მარტო იმ სინდისის პატიმრებისა და პოლიტპატიმრების, რომელიც ციხეში დახვდა ზურას, არამედ თავად ზურას ნაბიჯსაც, რომ მოყვეს ასაკეთო შედეგები.
კი, ბელარუსი მე არ მჯერა რომ ოდესმე ჩვენ ბელარუსი და რუსეთი გავხდებით და ნავალნისნაირი პოლიტიკოსები გვეყოლება, რომელიც მართლა შესწირავენ თავის სიცოცხლეს რეჟიმს. სანამ ამ ქვეყანაში არსებობს პროტესტი და ერთი ადამიანი მაინც რომელიც აპროტესტებს, მჯერა იმის რომ ყოველთვის შესაძლებელია ამ პროტესტის გაღვივება. ბელარუსში იმიტომ ვერ მიაღწიეს საბოლოო ჯამში შედეგს იმის მიუხედავად რომ მანდაც იყვნენ ისეთი პოლიტიკოსები რომლებაც მართლა თავი გასწირეს ამ რეჟიმის საბრძოლველად რომ მან საინფორმაციო კამპანიამ საბოლოო ჯამში მოუგო საზოგადოებას და ის პროპაგანდა რომელიც იყო ეხლა მათ შორის პოლიტიკოსების დაჭერაც ამ პროპაგანდის ნაწილია რომ დემორალიზება მოახდინონ და გააჩინონ იმის განცდა რომ ისედაც არაფერს აზრი არ აქვს ისედაც ყველას იჭერენ და მეც შემდეგი ვიქნები ამიტომ აზრი არ აქვს ამ ყველაფერს და ჯერჯერობით ეს საქართველოში არ მუშაობს ქართველი ხალხი რაღაც განსაკუთრებულად მებრძოლები ვართ ხოლმე ისტორიის ნიშნავენ მომენტებში და არ მჯერა რომ ეს ბრძოლა ასე უშედეგოდ დამთავრდება როგორც ბელარუსში და რუსეთში დამთავრდა. თქვენ მათ შორის მინდა ქართული ხალხი ახსენეთ და ქართული ქალები კი განსაკუთრებით ქართული ქალებმა განსაკუთრებით დამტკიცეს რომ მთავარი ლიდერები ვართ ამ ქვეყანაში. ეს გქონდა დეტალურად და არა მარტო იქ მართლაც ქართველ მამაკაცებს, რომლებიც წინააღმდეგობის მოძრაობაში აქტიურად მონაწილეობენ, რაღაც გარკვეულ სტანდარტსაც კი უწესებთ, ხო? და ისტორიულადაც ასე იყო სხვა შორის. მე მაგალითად ესე რა ქვია, თინათინ თქვენ ხო თინათი ხო სწორად გიხმეთ, თინათი თქვენ ახსენეთ, რომ აი დასავლური ცივილიზაციის ასე ვთქვათ ნიშან-თვისებებს არ ავლენს ეს ქართული ოცნებაო და მე კიდევ უფრო მეც დავამატებდი. არც დასავლური ცივილიზაციის და საერთოდ გონია რომ არც ერთი ცივილიზაციის. ნუ აი ესე კავკასიური ცივილიზაცია ცალკე არ არსებობს, მაგრამ კავკასიაში მცხოვრებ ერებს, საზოგადოებებს გარკვეული ჩემის აზრით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საამაყო და გამორჩეული ურთიერთობათა სისტემები ჩამოგვიყალიბდა. ჩვენი წარმოდგენები ვაჟკაცობაზე, რაინდობაზე, ქალებისადმი პატივისცემაზე, ზოგადად ახალგაზრდობისადმი დამოკიდებულებაზე, სამშობლოსადმი სიყვარულზე თავდადებაზე, განათლების მიმართ სწრაფოაზე და პასუხისმგებლობაზე, ხო? მათ შორის სულიერებაზე, ხო? ღირებულებებზე. ეს ხალხი, რასაც განასახიერებს, ეს მოდის სრულ წინააღმდეგობაში ყველა ცივილიზაციასთან, აღმოსავლურ ცივილიზაციასთანაც. თუ არ ჩავთვლით ავტორიტარული დიქტატორული პოლიტიკური სისტემების მახასიათებელ იდეოლოგიებს, დასავლურ ცივილიზაციასთან და რაც შეიძლება ყველასთვის უფრო კიდე ახლო და მარტივი იყოს ჩვენთვის დამახასიათებელი ქართველებისათვის, ჩვენი მეზობელი ერებისათვის, ჩვენი მოძმე თიელებისათვის იქნება ეს თუ ბარში მცხოვრები ქართველი. არა ვარ მართალი? გირჩი კი ხართ, მაგრამ ვიცი რომ ამ მიმართულებით პირიქით ჩვენ ადრე კამპანია ქონდა გირჩი ყველაზე ტრადიციული პარტია და ყველაზე კონსერვატორები ვართ სინამდვილეში. ამიტომ მოვახდენთ თქვენ პროცესს. იმას დავამატებ ერთი რომ სინამდვილეში დასავლეთს რატომაც ებრძვიან ყველაზე მეტად ამ დასავლურ ცივილიზაციას არის ის რომ დასავლეთში ცხოვრობენ თავისუფალი ადამიანები. ანუ მათ აქვთ იციან ეს კანონის უზენაესობა, არიან ისინი თავისუფლები, ისინი პასუხს თხოვენ ხელისუფლებას მათ დაშავებულ საქმეებზე. შესაბამისად თავისუფალი ადამიანების ეშინიათ მათ. მათ შორის ამ პროტესტსაც ასეთი გამეტებით იმიტომ ებრძვიან რომ ეს აქეთ ხარეს არიან თავისუფალი ადამიანები და მათ ყველაზე მეტად ამისი ეშინიათ და არ უნდათ რომ ეს ადამიანების ეს რაოდენობა გაიზარდოს და მათ ამ მრჩეველშიც გაჩნდეს რაღაცა ნათელი წერტილი, რომელიც შეებრძოლება ამ ავტოკრატიას, ხო? ამიტომაც არიან ისინი ასე დაგეშილები და ამიტომ ებრძვიან ამას და იმას ვიტყვი კიდევ რომ ჩვენ რაღაცნაირად ზურას დავპირდით რომ გირჩი მათი თავისუფლება იდგებოდა ამ რაღაც პროტესტის წინახაზე, შევეცდებით რომ ჩვენც რაღაცა ჩვენი მინიმალური რაღაც ცალწული შევიტანოთ და რაღაც თუნდაც ცალკეც გავაკეთოთ რაიმე, თუმცა აუცილებლად რუსთაველზე იქნება ჩვენი ადგილი, სადაც ვიქნებით ხოლმე და ეს ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება ჩვენი გამარჯვებით, როგორც ზურამ თქვა, ესეც მორჩება და ამ ბრძოლასაც მოვიგებთ. თინათინ არაფერს დავამატებ გარდა ერთი რამის, ეს არ გვიხსენებია, რაც დავიწყეთ გადაცემა და დღეს დილით იყო ადვოკატი შესული ზურასთან და გამოიტანა ინფორმაცია, რომ ზურას არ აძლევენ იმის უფლებას, რომ წერილები გამოაგზავნოს და ეს კიდე ერთი რეპრესიული ნიშანია, რასაც ასევე დავინახავთ ამ დაკავების შემდეგ უფრო და უფრო ალბათ და უფრო გაძლიერდება ასეთი რეპრესიული ნიშნები ქართული ოცნებისგან. მე დარწმუნებული ვარ, ზურა მოახერხებს კომუნიკაციას გარე სამყაროსთან.
ზურასთან და მის მიერ ნათქვამს სიტყვას თუ დაწერილ პოსტს გაცილებით უფრო დიდი ძალა იქნება, ვიდრე თუნდაც თავისუფლებაზე ყოფნის დროს ქონდა. გამძლეობა ზურას თუ მიყურებს, გამძლეობა რა თქმა უნდა პირველ რიგში მისი ოჯახის წევრებს, მათ ნამდვილად შეუძლია დიამაყონ ასეთი კაცის ყოლით საკუთარ ოჯახში და თქვენ კიდე ესეთი პარტიის ლიდერით. მადლობა. გამაყოფთ კიდეც. გოგოებო, აბა წარმატებები და გემშვიდობებით.